ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან პანამის დროშის ქვეშ მცურავით მომავალი კაიზერი შემოვიდა, თუმცა უწყების განმარტებით გემზე გემის მფლობელ კომპანიაზე, ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიაზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება. შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ ხომალდი ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100,000 ტონამდე ნედლი ნავთობით იყო დატვირთული და საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში ჩამოცალეს. უწყება კომპანიების სახელწოდებების და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავით მომავალი კაიზერი, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100,000 ტონამდე ნედლი ნავთობი. დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. სრული პასუხისმგებლობით ცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია რუსნეფტმა ყულევში ახალაშენებულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა გუშინ როიტერმა გავრცელა. გამოცემის ცნობით, ტანკერმა 105,340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან ყულევის ნავთობ ტერმინალში 6 ოქტომბერს ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა. როიტერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთი ნავთობზე დასავლური სანქციების ფონზე ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს. ყულევში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი კომპანია Black Sea Petroleum-ია, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია. პროექტის პრეზენტაციას 1 წლის წინ მთელი მთავრობა და თავად მაკა ასათიანი ესწრებოდნენ. ქარხნის დაფინანსებაში მონაწილეობდა სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდი, საქართველოს განვითარების ფონდი. ფონდის მონაწილეობა $5 მილიონი იყო, ხოლო კომერციული ბანკების, ბანკი ქართულს, ბაზის ბანკისა და ხალიქ ბანკის დაფინანსება $45 მილიონი. 2025 წლის 26 სექტემბერს Black Sea Petroleum-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ოცნების ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა.